გირჩიმეტი თავისუფლების წევრს გელა ხასაიესა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. მათ ძირითად სასჯელად განესაზღვრათ 4 წელი, საიდანაც ციხეში 1 წელს გაატარებენ და საპატიმროს სექტემბერში დატოვებენ. 3 წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნებიან. პროკურატურა ხასაიესა და ქერდიყოშვილს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდა. ორივე მათგანმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა. ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება. პირველი, ამ სისხლის სამართლის საქმეზე გელასთან ერთად ბრალდებული იყო სხვა პირი. ეს პირი გამოძიებაში გამოცხადების მომენტიდან ითხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც გულისხმობდა ბრალის აღიარებას და მათ შორის გელაზე მითითებას და გელას დასახელებას. ეს საპროცესო შეთანხმება არც გელა ხასაიესთვის და არც ჩვენთვის არ უჩუქნია. თქვენ ყველა მოისმინეთ წინა სასამართლოს ხდომაზე გამოკითხული დაზარალებული, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გავანადგურეთ სასამართლოს ხდომის დარბაზში, ისევე როგორც გავანადგურეთ მის მიერ მიცემული ჩვენება ყველა სიტყვით და ვამხილეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები ამ სისხლის სამართლის საქმეში. გულისხმობ საგამოძიებო უწყების მხრიდან. ეს იყო უკანდახევა პროკურატურის მხრიდან, ეს იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ დაეფარათ სწორედ რომ გამოძიების ნაკლოვანებები და მათ შორის დაზარალებული სისუსტე. გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა არა თავისუფლებასა და ბრძოლასა და საპროცესო შეთანხმებას გაფორმებას შორის, არამედ ციხეში 5 წლის გატარებას და მეორე მხრივ 4 თვის გატარებას შორის. აქ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არითმეტიკული სისწორის გათვალისწინებით. პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1 სექტემბერს თბილისში თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს.